იმ ქალბატონების გვარები და სახელები, ვინც სტრასბურგის მასალებიდან ვიზეც ის წერდა, რომ იმის მაგივრად, რომ ესა თუ ის სახელმწიფო სახსარი მოეხმარებინა მინისტრ სახელმწიფო მიზნებისთვის, ის თავისი გარემოცვის ქალბატონების ზრუნვით იყო დაკავებული და ამაში ხარჯავდა იუსტიციის სამინისტროს სახსრებსო. ეს ეწერა სხვა ბევრ დარღვევას შორის. თქვენი აზრით, ხომ არ იყო ამის გამო სულხან მოლაშვილის ციხეში წამება სააკაშვილის შურისძიება მასზე? როგორ თვლით? პირველი ბრალდება, როდესაც დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი, წეწერა იქა დასკვნაში, რომ დააპატიმრეს 27,201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებს. თვითონ არა უღია კაპიკი. აი ხო ოქმი იყო და ყველაფერი არა. აი ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი, რომ ასე ყოფილაო და ამ დროს სულხანის აი ამ კონტროლის პალატის იმაშინა რამდენი ბიუჯეტიდან რამდენი თანხები აქვს ათასეული ომს და იმ საზოგადოებამ რო გაიგო რომ თურმე ამის გულისთვის წაუყენეს ბრალი სულხანისო, სულ ყველა მოვიტანთ ისევ იმ თანხას, აუღონ სულხანი გამოუშვან. თანამშრომლებმა დააბრუნეს თანამშრომლებმა. მე ყოველთვის ლაპარაკობდი ხოლმე რომ კი არ მომიკლეს შვილი, დანა კი არ გაუყარეს, შუბში წყვია კი არ დაახალეს. ნელი სიკვდილით მომიკლეს, ნელი სიკვდილით. ნელი სიკვდილი ის იყო, რომ ნელნენა ამას უკეთებდნენ, რაღაცას უშხაპუნებდნენ. მე მორალური საქციელი ყველაფერზე და ყველაზე ძალიან გული რაზე წდება იცით, ბრწყინვალე იურისტია ურუსიძე. და როდესაც სტრასბურგმა გინებავთ მაგის დაპატიმრება, გინებავთ პირველად რომ ვინ დაიჭირა, გინებავთ რა ქნეს 4 პუნქტით რაღაცით, მე მაგაში ვერ ვერკვევი, გაამართლა რო უთხრეს, აი გაამართლაო და შენ კიდე ესე გააკეთეო, მაინც ასე გავაკეთებდი მომეო. აი ეს გული მწყდება უბრალოდ სულთ ადამიანის თვალსაზრისით არა და ბრწყინვალე პიროვნება, ვიცი რომ კაი იურისტია ეს.